ახლა კი ლიდერი ქალების დროა. გადაცემა მონეტიზაციაში და პირდაპირ ეთერში გვერდება ნათია შათირიშვილი, ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. დღემშვიდობის ნათია, ძალიან მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯვება იქნება დღევანდელ გადაცემაშიც და ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ და იმ კონტრიბუციაზე ვისაუბრებთ, რაც ზოგადად ქალებს აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. დღემშვიდობის კიდევ ერთხელ და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ციცი ფუტკარაძეს, რომელიც ლიდერი ქალთა ორგანიზაციის, ნამდვილად ლიდერი ბიზნესმენი, წარმატებული ქალბატონია, რომ დღეს გამონახა დრო და გვეწვია. ქალბატონ ციცისთან დაკავშირებით შემიძლია უამრავი კარგი დადებითი და ესეთი მნიშვნელოვან ფაქტზე ვისაუბრო, რადგანაც იცის არა მარტო მე უკვე და არა მარტო საქართველოს მოსახლეობა მას რამდენად დიდი შესაძლებლობა აქვს შემხელა 8 წელი მიუძღვის ბიზნესის სფეროში ის 1996 წლიდან არის ბიზნესში და ვერ გამოუყო ვიდრე მრავალფეროვანი სფეროა მისი მოღვაწეობის და დღეს ის ჩვენი სტუმარია და საიდან დაიწყებს რომელ ბიზნესს გამოყოფს ალბათ უფრო თვითონ მოგვახსენებს ამ შესახებ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით. როგორც ვთქვით, რამდენიმე ბიზნესი მაქვს და ჩემი მაინც დასაწყისი და საწყისი ჩემი ბიზნესისა იყო შეპესე გეორგინა, კომპანია გეორგინა, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალური და აქტიური კომპანია არის საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენ ამ ბიზნესში ვაწარმოებთ კი არა, გაყიდვაში გვაქვს სხვადასხვა სახის პროდუქცია, საკეტების ფები, ანჯამები და ასე შემდეგ. ეს კომპანია ძალიან საჭირო არის მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ საქართველოში ყველას სჭირდება, ყველას აქვს კარი, ყველას სჭირდება შესვლა ამ კარში, დაკეტვა და იმედიანათაც რომ იყოს. უკვე დიდი ხანია, რაც ეს კომპანია არსებობს, 2002 წელს დაარსდა და იმის შემდეგ ძალიან ისეთი. ქალბატონ ციცი, იცით რა მაინტერესებს? ახლა ძირითადად ეს თქვენი პროდუქცია რაც შემოდის, ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორც სასტუმროებია, ოფისებია, მე ვფიქრობ, რომ ოჯახებისთვისაც ერთ თუ რა თქმა უნდა, საამშენებლო კომპანიებისთვის გაცილებით ვიდრე ჩვეულებრივი საკეტები, ამის თქმა მინდა ალბათ. კი, თუ ახლა მომხმარებელს სჭირდება, რომ მისი კარები უკეთესად იყოს დაცული, ვიდრე ჩვეულებრივად, სტანდარტულად, როგორც იყო ხოლმე ერთ რამდენად ხელსაყრელია, რომ გაიგო, შეიძლება ამის პრეცედენტი არის საკეტები, რომლებიც თუ არ ამოჭერი კარიდან, რკინის კარიდან, ისე ვერ გააღებს ესეთი ტიპის საკეტების არის. რა თქმა უნდა, აუცილებლად ის არის ბრონირებული, კოდირებული და წელში დაცული გულანით და სერიოზული საკეტები არის, რომელიც ერთი საკეტი მეორეს ბლოკავს და ასე შემდეგ, როგორც კი მტრევა ან ტეხვა დაფიქსირდება, თვითონვე საკეტი ბლოკება და იქ ვეღარაფერი ვერ მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დაცულად და კომფორტულად, ხო? ეს არის ჩვენი გეორგინას თუმცა გეორგინას გარდა მე ვიცი ხოლმე ესე თქმა, რომ აი ბიზნესს ვადარებ ხოლმე შვილებს, იმიტომ რომ ნაკლება მაქვს და შრომას და ენერგიას არდებ ბიზნესში, როგორც შვილებში იგივე, ხო, თუ შეიძლება გავაიგიო და თქვენ გაქვთ ესეთი ულამაზესი, გამორჩეული, ძალიან კონკურენტუნარიანი სასტუმრო, რომელიც ეხლა ხან გაიხსნა, ხო, ზერტა, რომელიც ნამდვილად არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, ბევრი სასტუმროებისგან, თბილისში არსებული სასტუმროებისგან ძალიან განსხვავდება და როდესაც ჩვენი ლიდერი ქალბატონები თქვენთან იყვნენ სტუმრად გახსნაზე, ისინი აღფრთოვანებული იყვნენ, ვერ მალავდნენ ამ აღფრთოვანებას, რამდენად გამორჩეული სასტუმრო გააკეთეთ, თან ისეთ საკუთრებულ ლოკაციაზე, როგორც არის ძველი თბილისის ლოკაცია, ხო? სასტუმრო ზერტა ეს ძალიან ლამაზი და მართლაც სხვა სასტუმროებისგან გამორჩეული არის ამ სასტუმროში, აი როგორც კი შესვლისთანავე იგრძნობა იქ, რომ ძალიან ბევრი შრომა დახარჯულა და ძალიან ბევრი ენერგია და პარალელურად ძალიან ბევრი თანხებიც წასულა იმ
იმის შექმნაში. სასტუმრო არის ისეთი პატარა კომფორტული, რომელსაც აქვს თავისი რესტორანი, გაკეთებული ძველ სტილში, ხალიჩებისა და ფარდაკების სტილში, იქ ბუხარია, გიზგიზებს ბუხარი და თავისუფლად შეუძლია ყველას მომსვლელს მიირთვას ფინჯანი ჩაი, ყავა და ასე შემდეგ. დატკბეს ულამაზესი სანახაობი. დიახ, იქ არის ძველი ნივთები, რუებზე შემოდებულია ძველი ნივთები, ზინგერის ტიპის მაგიდები დგას, ზინგერი ანუ გაკეთებული თავები აქვს გაკეთებული. იქ ნახავთ ძველ ნივთებს, ლამპები, ესეთი ნავთის ლამპები. თუმცა იგივე ბოდიში რო გაწყვეტინებ, მაგრამ მინდა ყველაფერზე ვისაუბროთ, მოვასწროთ, თუ გვექნება ამ შესაძლებლობა. ცხადია, თქვენ გაქვთ მსგავსი არტ ბურიანში, რომლითაც სარგებლობს უამრავი ჩემი მეგობარი და სანაცნობო წე თუ ვინმეს უნდა ლამაზ გატარება მიეშურებიან არტ ბურიანში, სადაც უხვად არის მსგავსი. დიახ, არტ ბურიანი იყო პირველი და შემდეგ თბილისში გადმოვინაცვლეთ თბილისში, რომ გაკეთებულიყო ისი მსგავსი, ოღონ ცოტა უფრო გაუმჯობესებული. არტ ბურიანი არის მაღლა თბილისთან შედარებით საგურამოზე მოთ არის ესეთი ბურიანი, ასეთი სოფელი და იმ ბურიანში გამოგვივიდა შედგა ამ არტ ბურიანის შექმნა. იქაც ძალიან ისეთი ლამაზი ტყე არ ტყავს, ტყე არის ტყის პირზეა, ანუ რომ გადაიხედები უყურებთ ტყეს. ეხლა თოვლია იქ. პატარა სამოტერასიც ძალიან საინტერესოა. შიგნით ტყეში გავაკეთეთ პატარა ქოხი. ეს ქოხი არის თავის პატარა ბალკონით და ანუ განმარტოვებისთვის და იმისთვის რომ ადამიანებმა სულიერი სიმშვიდე იგრძნონ, ეს არის ძალიან კომფორტული ასეთი ადამიანებისთვის და ასე იღნობ ტყეში და ასე შემდეგ. ზამთარშიც და შემოდგომითაც ძალიან ბევრი ცხოველები ალბათ ყველას დაინტერესებს თქვენ მიუხედავად იმისა რომ გაქვთ განსაკუთრებული კომფორტი და განსაკუთრებული სილამაზე, მიუხედავად ამისა გაქვთ განსაკუთრებულად ხელსაყრელი ფასები, ხო? თქვენი მომსახურეობის. დიახ, რა თქმა უნდა. ყველასთვის ხელსაყრელი რო იყოს. დიახ, ყველასთვის ხელსაყრელი რო იყოს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად, სადაც აი ჩვეულებრივ სტანდარტულ სასტუმროში ან ოთახის დაჯავშნა, ვისაც უნდა და რაღაცა, აი ეს ჯავშანი, როდესაც ჩვეულებრივ სასტუმროში არის რაღაცა გარკვეული ფასი, იგივე ფასში არის უფრო საინტერესო, უფრო კომფორტული და უფრო სასურველი და ის რომ გასაოცარი. ანუ ამ სასტუმროში არტ ბურიანში იმუშავა მხატვრებმა, დიზაინერებმა, შექმნეს თავიანთი შემოქმედება, გვიჩვენეს იქ ავეჯი, იქ კედელზე ხატვა, იქ დაუშვათ გარე ინტერიერი და შიგ ინტერიერზეც დიზაინერებმა და ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს სასტუმრო. გეპატიშებით მოგზავნით, დაგვათვალიერეთ, ვნახეთ, დარჩით ისი ამოვნეთ და ესეთი თბილისიდან უკვე დაღილი დაუშვათ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ვერ გადიან შორს, მაგრამ აი ერთი ღამით უნდათ რომ მოწყდნენ ქალაქს სადღაცას განიტვირთონ, აი ამ შემთხვევისთვის საგურამოს ზემოთ ეს სოფელი ბურიანი და სასტუმრო არტ ბურიანი არის მშვენიერი ადგილი მაგისტრის. ქალატანციცი 96 წლიდან დღეს უკვე 2024 წელი გვაქვს, ვფიქრობ რომ ესეთ მზარდ კონკურენციან ბაზარზე არსებობა და ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება ვფიქრობ რომ არ არის მარტივი და ამავდროულად რა მაინტერესებს რამდენად აი ამ იქ პანდემიის პერიოდი პარალელურ რეჟიმში წინა პერიოდებში იყო, ანუ ნებისმიერ დაბრკოლებას გაუძელით და დღესდღეობით თქვენ ხართ საქართველოში ბიზნესმენი, ლიდერი, შემდგარი აერთი ბიზნესის მქონე ქალბატონი. აი ეს განვლილი გზა რამდენად რთული იყო, ძალიან რთული იყო თქვენთვის. რთული იყო მით უმეტეს ქალისთვის თუ არ გაქვს და ამავდროულად ვიცი რომ პარტნიორი არ ყავთ. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. პარტნიორი, იმიტომ რომ პარტნიორებთან კიდე სხვა
პრობლემები ჩემს მე ეთას და მე არ მინდოდა ეს პრობლემები რაღაცა და ნუ რასაც შევძლებდი ჩემი ძალებით და დიახ აი ის იქნებოდა საკმარისი ჩემთვის და გამომივიდა კი გეორგინას შემდეგ 2009 წელში აი მაშინ გავხსენით 2008 ომის პერიოდი იყო გავხსენით სასტუმრო თბილისი მე და ჩემთიშვილმა ზაბლიძემ სასტუმრო თბილისი ურეკში ეს საკმაოდ სერიოზული და ძალიან კარგი სასტუმრო არის მაგრამ არის სეზონური და სეზონური სეზონურობის დროიდან გამომდინარე 2 თვე 2 თვე ნახევარი არის მხოლოდ დანარჩენ შემთხვევაში ის სასტუმრო შეულებრივად დაპაუზებულია მაგის შემდეგ კიდევ ჩემივე ძალისხმევით რადგან ცოტა გაბედულება შემემატა აბანოთუბანში გავხსენით კიდევ ერთი სასტუმრო აივანი რომელიც ძალიან ულამაზესი სასტუმრო ძალიან ლამაზი ბალკონებით და იქვე ტერასები არის სადაც ტერასაზეც ყოველთვის ყველა ადამიანს აი ჯდებიან და უყურებენ იმ შვენიერ მეტეხის ხედებს ამიტომაც ქვია ალბათ აივანი მაგიტო დავარქვით კი ბატონო შემდეგ იყო ეს სასტუმრო არტბურიანი დღევანდელ დაზეც ვლაპარაკობთ და მაგის შემდეგ კიდევ ეს სასტუმრო ზერტა რომელიც სულ ახლახანს დეკემბრის თვეში გაიხსნა და ძალიან საინტერესოა მაგრამ აი რომ გადავხედოთ იმ ჩემს აქამდე მოსვლას იმ დღიდან მოყოლებული აქამდე მოსვლას ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ომიც გავიარეთ შემდეგ ომის შემდგომი პერიოდი რა თქმა უნდა შემდეგ იყო პანდემიამაც 2017 წელს გახსნილი ახალი სასტუმრო აივანი 20-ში 19-ში პანდემია ამ ორმა წელიმაც ძალიან იმოქმედა რა თქმა უნდა იმოქმედა შემდეგ აი ეს პანდემიის შემდეგ ძლივს როგორც იქნა ნელ-ნელა წამოვიდა ეს ორგანიზაციები და ეს ტურისტული რაღაცა თითქოს აღსდგა მაგრამ მაინც და მაინც ახლა დღესაც რო ვთქვათ რომ ტურიზმი ბობოქრობს და გურგვინავს მასე არ არის ანუ იცნობენ გარდა იმისა რომ ის არის ბიზნესი ლიდერი ქალბატონი წარმატებული ბიზნესმენი გარდა ამისა რაც ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ის არის ქველმოქმედი ქალბატონი რომელიც პატრონაჟს უწევს ცოტა ისეთი სენსიტიური თემა მაგრამ ბავშვებს სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვებს ასევე მას აქვს საკვირაო სკოლა გახსნილი და მის სახელზე არის ეკლესია ის მიერ აშენებული ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში მგონი რასაც ვაკეთებთ გარდა იმისა რომ საკუთარი ბიზნესი წარმატებით მართოთ ეს არის ქველმოქმედება რასაც თქვენ ესეთ ჩემი სოფელი გორის რაიონის სოფელი ზერტი რომელიც არის ის კირბალი და მეჯურსხევი რომ არის გეცოდინებათ ის ნობელი კირბალი აი იქ ვარ მე იქ დავიბადე გავიზარდე ბავშვობა იქ მაქვს გატარებული და იმიტომ არის რომ ზუსტად ზერტაც მაგის გამოქვია ჩემი სიმბოლური არის ზუსტად რომ აი ეს გადავწყვიტე რომ ამ სასტუმროსთვის ზერტა დამერქმია ამ სოფელში არის ეკლესია რომელიც აღვადგინე იქ საკვირაო სკოლა გავაკეთე მე და ჩემმა დამხმარე სოფლის მოსახლეობამ ძალიან დიდი შრომა მიიღეს ამაში ძალიან დიდი თანადგომა იყო ეს ყველაფერი კი ერთია მატერიალურად უზრუნველყოფა მაგრამ მეორე არის რომ თვითონ სოფლის მოსახლეობა ჩართული იყო და დღემდე ძალიან დიდი სიყვარულით, პარივისცემით და იმით რომ ამ სოფელში გაკეთდა ეს საკვირაო სკოლა და დღემდე იქ მიმდინარეობს რეწვა, სიმღერები, ჩონგურზე, ფანდურზე დაკვრა, პედაგოგები მიდიან და უფასოდ რა თქმა უნდა უფასოდ ხდება ეს ყველაფერი. ხო და რა ვიცი, მადლიერები არიან ჩვენივე სოფლისაც და სხვა სოფლიდან მოსული ბავშვები. აი, ყურადღებით უსმენ და აი, ცოტა გაკვირებასაც გამოვთქვა, როგორ შეიძლება ამდენი რამე დააგენერიროს ერთმა ადამიანმა და ძალიან დიდ ამისთვის. სხვადასხვა ჩვენ აუცილებლად გესტუმრებით გადამღებ ჯგუფთან ერთად და აუცილებლად ნახავთ თვითონ ლოკაციაზე ამ ყველაფერს და გისურვებთ წარმატებებს.
ძალიან დიდი მადლობა თითოეული წამოწყებისთვის. მოკლედ რომელსაც თქვენ ახორციელებთ და მოკლედ მე მგონია რომ ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი ყავდათ ეს რუბრიკაში ნათია. ნამდვილად ერთმანეთზე აი უძლიერესი ბიზნესმენი ქალბატონები ყავს, ლიდერი ქალბატონები და მე ვამაყობ აი ამ ქალბატონები და მადლობა უფალს რომ აქვს იმის შესაძლებლობა აი ესეთი ძლიერი ქველმოქმედი ბიზნესმენი ქალბატონების საზოგადოებას კიდე და კიდე უფრო მეტად გავაცნოთ კი ბატონო. ნამდვილად უნდა ვიცნობდეთ ესეთ ქალბატონებს. ბიზნესმენი, უფრო დავამკვიდროთ ახალი ტერმინი ბიზნესვუმენი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ცისო ფუტკარაძეს საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა ნათია შათირიშვილს ტრადიციულად საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის.